ჩვენერი გაუთვლელი ადამიანები ბუნებაში არ არის. ხო და იცი ერთისნებას მიუყვებით, დიდებას მიუყვებით. თან შეხედე ეს მადლიერების გზნობა ყოფნის კარებამდე. კარს აღარ გვახსოვს მე. ისა რა ქვია დღესაქანები ქეიფებ ხვალე იქნეო ხო ის ზეგებინც ხარ დამპატიჟებს მისი ჭირიმეო შენიც ვარ იმისიც ვარ ამისიც ვარ ტაშტუშ და თან ძალიან რთულად სამართავი ხალხი ვარ და ამავ დროს ძალიან მარტივად აი არ ვიცი აი თუ სიყვარულით მოგვიდგები მარტივად ვარ ხო ძალიან აი მე ჩემი თავიდან გამომდინარე მე ვიცი როგორიც ვარ თუ მოდიხარ ჩემთან უროთი კეტით მირტყა მასწავლი ჭკუას და გინდა თუ არა ასე იფიქრე ჯინაზე ვიწყებ სხვანაირად იმას მაგრამ ვერ მომათვინიერებ აი მე მიყვარხარ შენ შემოგევლე და მოყვები ბოლომდე და ამიტომ ვისაც ამდენი ჭკუა ეყოფა რომ ყველა ჩვენთაგანს გავგვაგებინებს რომ უყვარვარ და ჩვენზე ზრუნავს თუ რეალური იქნება ეს გზნობა და არ იქნება მხოლოდ იმისთვის ხლა როცა რაღაცნაირად ერის წინამძღოლობას იღებ შენ ხელში ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ხო ამიტომ ხანდახან აუ დავიწყებ ხოლმე აი კრიტიკას აუ ეს ასე რატო ქნეს ის ისე რატო ქნეს ასე რატო ქნეს მე მოვტრიალდები ამ სამსახურში ხვდები 600 თანამშრომელი მყავს და ბიჭო ყველას აი 10 ჯერ რო ჩემს მოსვლის განმავლობაში ხელფასი გაუგზავრდე განა იმიტომ რომ ის 10 ჯერ უკეთესი გახდა უბრალოდ 10 ჯერ უფრო მეტად მოვქოქე სამსახური ხვდები ბიჭო მაინც არ უყვარხარ გესმი ის არ უყვარხარ კი არა სუ გიწევს იმის ისა რომ მიდი გავაკეთოთ მიდი აი მე გაგიკეთე ახლა და შენი მაჩვენე შენ რა შეგიძლია მოდი ჩაერთე საქმეში შეხედე მე ხო ვცდილობ რომ 10 ჯერ მეტი შემოსავლისის გაგიზარდო მოვიზიდო ეს გავარვითარო ეს მოდი რა სკამია ესე დადგი მოდი რა იქ ნუ დამიყრა არა ისე რთულად იღებენ ამას და თანაც რამოდენიმე მყავს ვერ ვასწავლე რომ აი 12-ზე არ მოვიდეს რა სამსახურში ხო აი ვერ ჩავაყენებ წყობაში და და ხედავ აი ევროპა ბიჭო ჩემნაირი გიჟი ევროპელი წადი მეუბნები რომ ვიბარებ ახლა შეხედე რომელზე მოვდივარ რომ დღე და ღამებს რომ მუშაობ ვერ დაგამაგრე სამსახურში ვიღაცას რო ვცდილობ აი საკმარისად ცოტა მოკონკურენტოს შემოვიყვანო სახლში აკითხავს აქ არ გადმოხვიდე იქ მე ვმუშაობო მიხვდი ხო და ამ დროს ევროპელია გესმის და მე ვარ რუსეთუმე და ავიქალი და ექს იკეთე და პროფესიონალი და ევროპის მოყვარული და თავისუფლება აკლე მეტი თავისუფლება რა გინდა ხალო ვეუბნები თავზე მაზი ხარ 12-ზე მოდიხარ 3-ზე ვხედა ვიპარები ხო ხვდები ხო რასაც ვამბობ ამიტომ ძალიან უცნაური ხალხი ვართ მაგრამ მე ჩემიდან გამომდინარე ვიცი რომ მე ყველა ჩემი ანუ ჩემს კიდობანში ვერ ვიტყვი რომ ვინმე აი ყველას მიმართ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მე ის მათი პატრონი ვარ უნდა უშველო უნდა გავუკეთო და ეს უკვე მისი ნება ის დააფასებს თუ არა ერთადერთი რის გამოც მე მგონება მეკეტება და არ ვპატიობ ეს არის გრილი დამოკიდებულება უხეში დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ამაზე მჭირს აი თან იციან რომ რატო ხდება რომ შენთან ყველას ეფერებიან იმიტომ რომ იმდენი ადამიანი მიცნობს რომ სანამ ის მოასწრებს რა ქვია უხეშობის დამთავრებას იმას უკვე ჩემი მეზობლის ბიძაშვილის ვიღაცისგან მოპოვებული აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი და უკვე მირეკავენ რომ იმ პალატაში იმან ცოტა ასე უთხრა და თმაგაში აბარტები ხოლმე და საქართველოს პრინციპში ერთი კუთხით კარგია რომ პატარა ვართ მაგრამ ისა დიდი არ ვართ მაგრამ მეორე კუთხით ხო აი დაზვერვები ამუშაობენ რა თქმა საქართველოს დაზვერვა მითხარი ყველაფერი ვიცით ის რაღაც ახლა ამერიკაში გაუგზავნიათ რომ სენატში შეუტანიათ ორპარტიული აქტის პროექტი რომ შემოწმდეს საქართველოს ირანისა და ჩინეთის დაზვერვის გააქტიურებასთან დაკავშირებით აი მართლა ვერ ხვდები რა უნდა დაზვერონ ყველაფერი ასეა რომ დამალო სახელმწიფომ გახსოვს ისე რა ქვია ტერორისტებს პირდაპირ უჩვენებდნენ გარეთ რა ხდებოდა და ომში და საკუთარი მომიტინგეები ამ ოპოზიციურმა არხებმა თვითონ ჩაუშვეს ფაქტები დაუდო სამართალდამცავებს უშუალოდ სროლის და ბათქაბუთხის მომეჭას უღებდნენ და პირდაპირ ეთერში გადაცემდნენ ამიტომ ეს ისეთი უცნაური ქვეყანა სადაც არაფერი არის ვერა ქუთაისელი ბანკირი და აი შეხედე აი ეს არის ბანკის ძარცვარი ეს არის
ჩვენი პორტრეტი.